პირველ რიგში მივესალმები Swabona Gruzijas redakციას ამ მოწოდებას ასეთი პოლემიკებისკენ, ასეთი დებატებისკენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, სწორედ ასეთ დარბაზებში იბადება ხოლმე ჭეშმარიტების ნაპერწკალი, განსაკუთრებით ჩვენს ქართულ საზოგადოებაში, სადაც ფაქტობრივად ხელოვნურად არის დაახშული ამ ნაპერწკალის გაჩაღების კერები და საშუალებები. და მივესალმები, რა თქმა უნდა, აუდიტორიას, რომელიც ახლა აქ იმყოფება, ჩემამდე მე ძალიან საინტერესო მსჯელობები მოვისმინე, მადლობა ბატონ პეტრეს და ბატონ საშას, იმიტომ რომ უაღრესად აქტუალურად და ისეთ ნიუანსებზე არის ყურადღება გამახვილებული, რაც სამწუხაროდ საქართველოში ფართო საზოგადოებამ არ იცის. ახლა რამდენიმე საკითხზე არის აქ საუბარი, მაგრამ კითხვა არის დასმული, როგორ შეიძლება გლობალურმა კრიზისმა გავლენა მოახდინოს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. აქ რამდენიმე ცნება არის აქ დატანილი ამ კითხვაში და პირველ რიგში მოდი ვთქვათ, ხელისუფლება. ხელისუფლება გვყავს კი ჩვენ, აქ საუბარი რაზეა? რამდენად თავისუფალია, რამდენად ხალხის ნების გამომხატველი არის ხელისუფლება, რომელსაც ამ გლობალური კრიზისის პირობებში თუ არჩევანის გაკეთება მოუწევს, თქვათ, პოლიტიკურ თუ სამხედრო ბლოკებს შორის, რამდენად გამოხატავს ის ქართველი ხალხის, ქართველი მოსახლეობის ნებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველოში ქართველი მოსახლეობა უკიდურეს მინიმუმამდე დადის და ფაქტობრივად არც არავინ აღარ არის იმ ნების გამომხატველი დარჩენილი, ჯერ კი არის ცოტა დარჩენილი და სულ მალე შეიძლება სხვა რასის ნებამდე დავიდეს აქაური მოსახლეობის ნება, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს. პატრიოტული გზნობები არ გააჩნია არც მიწის მიმართ და არც სახელმწიფოს, არც მით უმეტეს ისტორიის მიმართ, რომელშიც ის ადაპტირებული არის მხოლოდ შემთხვევით სამუშაოს ძიებით, მარტო იმიტომ, რომ მის ქვეყანაში გაცილებით უარესი პირობები არის მუშაობის ვიდრე აქ. და მე მინდა ერთი ნიუანსი აღვნიშნო, მე განათლებით ჟურნალისტი არა ვარ, განათლებით ვარ ექიმი. და აი ყველაზე მძიმე ავადმყოფობა ვთქვათ, სიმსივნე რო განვიხილოთ, ხომ? გარკვეული მოსაზრებები არსებობს, უნდა უთხრან თუ არა სიმსივნიან ავადმყოფს, რომ მას ჭირს სიმსივნე. ამას აქვს თავისი გამომართლებელი გარემოება, იმიტომ რომ ორი გარემოება არსებობს, რომ ადამიანი რომელმაც არ იცის, რომ მას სიკვდილი უწერია და განაჩენს თუ არ ეუბნებიან, ორგანიზმში რესურსის კონცენტრაციის შანსი გაცილებით მეტია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს რაღაც გარკვეული მოდი ასე დავატყუოთ, ეროვნული ავადმყოფობა და ეს ძალიან დიდი ხანია ხრავს ჩვენი ერის სულიერ სხეულს. აი თუნდაც პოზიცია, აი ესეთი აკვიატებული პოზიცია, რომ თქვათ ჩაიციკლოს. აი რუსეთი არის მტერი, გასაგებია გეოპოლიტიკური სიტუაცია, გარკვეული დარტყმების ქვეშ აყენებს სახელმწიფოს, ერები ერთმანეთთან ჩხუბობენ, ომობენ, შემდეგ რიგდებიან, შემდეგ ალიანსებს აკეთებენ და ეს ალიანსები მერე უკვე სხვა ალიანსების წინააღმდეგ არის მიმართული და გამარჯვებებსაც აღწევენ. წარსულში ერთ მხარეს მდგომი საწინააღმდეგო მხარეს მყოფი ქვეყნები თავიანთი ალიანსებით, რომლებიც ადრე ერთმანეთთან ომობდნენ და თქვათ ამის უამრავი პრეცედენტი არსებობს, თუნდაც მე-20 საუკუნის მაგალითზე. მაგრამ როდესაც არსებობს ასეთი აკვიატებული იდეა, რომ აი არავითარ შემთხვევაში არა რუსეთი. ეს უკვე აი გონივრული აღქმის საშუალებას აკლებს ერს, რომ თუნდაც ერთი მოთამაშე სუბიექტი, რომელიც გეოპოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ქმნის რეალურად გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრს, აი ამის იგნორირება ხდება და შემდეგ უკვე მთელი წარმოსახვა, მთელი გეოპოლიტიკური სურათი მარტო აი ამის იგნორირებით ინგრევა. საქმე იქამდე დადის, რომ აი როდესაც რომელიმე ოპოზიციონერი ხელისუფლების წარმომადგენელს მიაძახებს, რომ აი შენ კრემლის დავალებას ასრულებო, აი ის იმას კი არ ამბობს, რომ ჯერ ასეთი მიდგომა არის სრულიად შეუსაბამო პოლიტიკაში და ყველაფერს თავი დავანებოთ, ეს არის ნაცისტურ-ფაშისტური მიდგომა. ის ოპოზიციონერს ეუბნება, რომ არა, პირიქით, შენ უფრო ხარ კრემლის აგენტი, სულ სხვანაირ აქცენტზე არის აქ ლაპარაკი.
და რის თქმა მინდა ეხლა რომ დავიწყე ავადმყოფობით ხომ საზოგადოება გახადეს ავად. მე არ ვიცი რა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები ტარდება, იმიტომ რომ როდესაც საზოგადოება კარგავს განსჯის უნარს, მაშინ ხელისუფლებას უკვე საზოგადოებაზე დამოკიდებული აღარ არის და უადვილდება მას უკვე მიეყიდოს თქვათ გეოპოლიტიკურ რომელიმე მიზიდულობის ცენტრს და თვითნებურად გადაწყვიტოს პოლიტიკა და არა ადგილობრივი მოსახლეობის ნებაზე დაყრდნობით, რომლის წარმომადგენლის თვითონ უნდა იყოს. ახლა მეორე მომენტი განვიხილოთ. თავიდანვე როგორც კი მოვიდა ქართული ოცნების ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი, ვინც აქ ვიმყოფებით, ვიყავით მის მხარეს, იმიტომ რომ რეალურად ერთ მხარეს იყო რეჟიმი, რომელსაც ჰქონდა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში შესტომები, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც და პირდაპირ იყო ნაცისტურ ფაშისტური შეფერილობის. ხომ დაუჭერეთ ჩვენ მხარი, მაგრამ შემდეგ კოაბიტაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ახლა მოგვეხსენება ყოველ შემთხვევაში მართვის ტექნოლოგიები ბატონმა ბიძინამ დასაწყისშივე თავის პოლიტიკას უწოდა შუაგაკრეფის პოლიტიკა. ეს რას ნიშნავდა? აი ბატონმა საშამ ისაუბრა ამ თემაზე, ბატონმა პეტრემაც ისაუბრა, გაკრიფა შუა, მართლა გაკრიფა შუა ის პოზიცია, რომელსაც შეუძლია მიიღოს დებატებში მონაწილეობა, განსჯის სახით შესთავაზოს როგორც ხელისუფლებას, ასევე მოსახლეობას სხვა გეოპოლიტიკურ ცენტრთან ურთიერთობის მომგებიანი თუ წამგებიანი მხარეები და შემდეგ უკვე აი როგორც ერეკლე და სოლომონი თათბირობდნენ და შემდეგ უკვე როდესაც ხელის გულზე დადგება, ვთქვათ, რა უპირატესობა არის და რა ნეგატივი შეიძლება მოყვეს რაღაც გარკვეულ ურთიერთობას. შემდეგ ერმა გადაწყვიტოს, მაგრამ აი საქმეც სწორედ იმაში არის, რომ ეს შუაგაკრეფილი საზოგადოება, პოლიტიკურად შუაგაკრეფილი საზოგადოება, რომელიც არჩევანში დარჩა მარტო ოცნებასა და ნაციონალებს შორის. და აი ახლა მე თითოეულ თქვენთანაც გეკითხებით, ხომ? აი ვთქვათ, დღეს რომ არჩევნები გაიმართოს, არჩევანი კვლავ არ არსებობს. მე-14 წელი მიმდინარეობს და კიდევ არ არსებობს არჩევანი ქართული ოცნების უზარმაზარი შესტომების მიღმა, ქართველი საზოგადოების გონიერი ნაწილი კვლავ იძულებით გააკეთებს არჩევანს ცუცსა და იმაზე ბევრად უფრო უარეს შორის. აი ეს არის ყველაზე უფრო დიდი პრობლემა, მე ვფიქრობ და ხელისუფლების პოლიტიკაზე რა გავლენას მოახდენსო ეს კრიზისებიო, აი ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უზარმაზარ გავლენას მოახდენს, იმიტომ რომ საქართველოში ფაქტობრივად ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ რეალურად ვკარგავთ მოაზროვნე საზოგადოებას, რომელმაც საერთოდ შეიძლება რაიმე პროცესი განაპირობოს. და ვიღებთ ესე იგი აკვიატებული იდეების მატარებელ, ფსიქიურად გადახრილ აი ჩვენ ერთობლიობაში ერთ ადამიანში გავაერთიანოთ ქართველი საზოგადოების აი ეს დღევანდელი მდგომარეობა ერთმანეთთან დაპირისპირებულად დილას რო ერთ ხასიათზე არის ფსიქიურად ავადმყოფი და საღამოს მეორე ხასიათზე რო არის ხან იმაზე რომ ჩხუბობს და ხან ამაზე რომ ჩხუბობს და ვერ ჩამოყალიბებულა საერთოდ რა უნდა და ვერ ჩამოყალიბდება იმიტომ რომ ალბათ ვიღაცას აწყობდა და რაღაც გარკვეული მანქანები არსებობს ტექნოლოგიურად, რომ ესეთი ფსიქოლოგიური გადახრა დაინერგა აქ, ასეთი აკვიტება დაინერგა და შესაბამისად შემდეგ უკვე ხელისუფლება, რომელიც მოდის, ის უკვე აღარ არის პასუხისმგებელი ამ საზოგადოების წინაშე და ადვილად ხდება, თქვა, რომელიმე კლანის ინტერესების შემსრულებელი. აი, მივედით ახლა უკვე იქამდე. ჩვენი ხელისუფლება დღემდე რჩება დასავლეთის აგრესიული წრეებისთვის ანგარიშის გამწევად, მართალია აი საკმაოდ საყურადღებო გარემოებზე გაამახვილა ყურადღება ბატონმა პეტრემ იქ დეგნარის შემოვარდნაზე და ფეხების დაბაყუნებაზე და პირდაპირ ომის დაწყების მითითებებზე იყო საუბარი და ჩვენ ეს ამას მართლა ავწდით, მაგრამ ამას როგორ ავწდით, იცით? ავწდით არა ჩვენი გონივრული გადაწყვეტილებების შედეგად. არამედ ავწდით აი მუნჯი კინო რომ არის ჩარლი ჩაპლინის რომ მიდის და ჭები რომ არის ახტილი გზაზე და რომ არ ვარდება არა იმიტომ რომ ლოგიკურად არ უნდა ჩავარდეს, არამედ იმიტომ რომ რაღაც შემთხვევითობის წყალობით არ ვარდება. ეს შემთხვევითობა არის და ალბათობის თეორია ხა მოგეხსენებათ. ერთხელ შეიძლება გაგიმართლოს ამ ალბათობის თეორიით, ორჯერ შეიძლება გაგიმართლოს, სამჯერ და მეოთხეჯერ აღარ გაგიმართლებს. ანუ ოთხჯერ არ გაგიმართლოს და მე ერთხელ შემთხვევით შეიძლება გაგიმართლოს, როცა ფაქტობრივად ჩვენი ერისგან აღარაფერი აღარ იქნება დარჩენილი და ჩვენ ისედაც იმდენ ავარიაში ვართ უკვე მოხვედრილი ამ 35 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ აი ვერ მივედით იმ დასკვნამდე რომ აი ქართული ანდაზაც არის ხო ბრძენი
სხვის შეცდომაზე სწავლობს და სულელი საკუთარ შეცდომაზეც ვერ სწავლობსო. ანუ აი ამ ყველაფრის მერე, როდესაც ჩვენ შევაფასეთ 20-იანი წლების მოვლენები, პირველი რესპუბლიკის დამხობა, რომ როდესაც შევაფასეთ 90-იანი წლების მოვლენები, აი ეს პროცესები, რაც იყო, ერის გონივრულ ნაწილზე მაქვს მე საუბარი, გარკვეული პოლიტიკას რომ მივეცით შეფასება, თუმცა მაინც ვერ ვისწავლეთ ჭკუა და ყველაზე მთავარ გეოპოლიტიკურ მიზიდულობის ცენტრზე ისეთი სითამამით და ისეთი თავხედობით ვქილიკობთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მის მოთმინების უნარზე არის დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა. აი ეს არის ყველაზე უფრო სახიფათო და მე ვფიქრობ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა, არ ვიცი რამდენი დრო არის ამისთვის დარჩენილი, მოასწრებს თუ არ მოასწრებს. პირველ რიგში უნდა იზრუნოს ქართულ საზოგადოებაში აი ამ დაავადებისგან განკურნებაზე და უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოება გახდეს მომთხოვნი. შუაგაკრეფილი საზოგადოება და სხვათა შორის აი სწორედ ის შუაგაკრეფილი საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების პოლიტიკისგან განსხვავებული ალტერნატიული პოლიტიკა შესთავაზოს სახელმწიფოებრიობის და ეროვნული ცნობიერების გადასარჩენად, თორე რეალურად ვერც ქართული ოცნება და ვერც მეორე ლიბერალურ ნაციონალური სპექტრი, რომ ეგრეთ წოდებული ნაცისტების სპექტრი, რომ ვერ სთავაზობენ ქართველის გადარჩენის ფორმულას, ეს უკვე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის სწორედ ის რესურსი, შუაგაკრეფილი რესურსი აღორძინდეს, რომელიც შემდეგ უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის პოლიტიკას რეალურად შესთავაზებს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ერს და მომავალ თაობებს.